უკრაინის ომის დიდი ნაწილის განმავლობაში ყურადღება გამახვილებული იყო რუსეთის ტანკების დანაკარგებზე და მის დამოკიდებულებაზე საბჭოთა ეპოქის ტექნიკაზე, რომელსაც უკრაინა ანადგურებს. მაგრამ რუსეთის მარაგების პრობლემა ამაზე ბევრად უფრო სიღრმისეულია. ტანკების გარდა რუსეთს ეწურება კიდევ ერთი რამ, რაც მის საომარ ძალისხმევისთვის აუცილებელია, რაღაც ძლიერი, შეუცვლელი. ერთადერთი რამ, რაც რუსეთს აძლევდა საშუალებას უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი საჰაერო კამპანია ეწარმოებინა, ახლა გადაშენების გზაზეა. რუსეთს ბომბდამშენები ეწურება და ვერ ახერხებს იმ ბომბდამშენების ჩანაცვლებას, რომლებიც ნადგურდება. რუსეთის ავიაციის სექტორში სერიოზული კრიზისია და ეს პუტინის 2027 წლის გეგმებისთვის კატასტროფას ნიშნავს. და ამჟამად არაფერია ისეთი, რაც რუსეთის პრობლემებს უკეთესად აჩვენებს, ვიდრე ის, რაც მის თუ-22 ბომბდამშენებთან ხდება. 16 ივნისს ევრომაიდენ პრესმა გაამჟღავნა, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომი დაიწყო 41-22 3 ბომბდამშენის მარაგით. ეხლა შესაძლოა მხოლოდ 9 დარჩა, რადგან ბომბდამშენები ან უკრაინამ გაანადგურა, ან მწყობრიდან გამოვიდა ხაზებს მიღმა, ხშირად თავად რუსეთის ტერიტორიაზე. Media United 24 ამ ანგარიშს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ თუ-22 M3-ის ავარია, რომელიც ივნისში რუსეთის ირკუტსკის რეგიონში მოხდა, ბოლო 3 წლის განმავლობაში უკვე მე-13 დაფიქსირდა, რადგან 2024 და 2025 წლებში მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ორივე იმავე ბელიაის ავიაბაზაზე, რომელიც ამ რეგიონში მდებარეობს. ეხლა გამოცემა ამტკიცებს, რომ რუსეთის მთლიანი თუ-22-ის ფლოტის დაახლოებით 70% დაკარგულია. ეს პრობლემაა ორი მიზეზის გამო. პირველი არის ის, თუ რა შესაძლებლობები უნდა შემატოს 22-მ და რას ნიშნავს მათი ამდენი ერთეულის დაკარგვა რუსეთისთვის. ეს თვითმფრინავი იყო პირველი ზებგერითი ბომბდამშენი, რომელიც საბჭოთა კავშირში სერიულ წარმოებაში შევიდა და თუ-22-ის ზოგიერთი ვერსია საბჭოთა არმიაში 60-იანი წლებიდან გამოიყენება. არ ვიტყვით, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე შთამბეჭდავი ბომბდამშენია, ასე არ არის. მაგრამ მისი ზებგერითი სიჩქარეების კომბინაცია და სხვადასხვა ტიპის ფრთოსანი რაკეტებისა და გლაიდ ბომბების გაშვების უნარი მას მნიშვნელოვანი იარაღად აქცევს რუსეთის არმიისთვის, რომელიც ცდილობს უკრაინის დასუსტებას მუდმივი საჰაერო დათმობით. ყოველი დაკარგული თუ-22 არის თვითმფრინავი, რომელსაც ვეღარ გამოიყენებენ უკრაინის მისამართით რაკეტებისა და ბომბების გასაშვებად და ეს ის პრობლემაა, რომელსაც პუტინი არ უნდა შეეჯახოს. მაგრამ ბევრად უფრო დიდი პრობლემა ეს არის. რუსეთს ახალი თუ-22-ები 1993 წლის შემდეგ აღარ გამოუშვია. რუსეთი თუ-22-ებს მასობრივად კარგავს და არც ერთი მათგანი არ იცვლება ახალით. უკრაინის ოპერაცია ობობის ქსელმა მარტო 2025 წლის ივნისში 12 თუ-22 გაანადგურა, როდესაც დართმა მიაყენა ბელიაის, ოლენიისა და დიაგილევოს ბაზებზე განთავსებულ ბომბდამშენებს. ომის დაწყების შემდეგ სულ მცირე 24 თუ-22 განადგურდა ან დაზიანდა და რუსეთს მხოლოდ მოდერნიზაციის პროგრამა აქვს, რომელიც გათვლილია იმ შემცირებულ თუ-22-ზე, რაც ჯერ კიდევ დარჩენილია მის არსენალში. არ არსებობს სათადარიგო ნაწილები, თუნდაც მცირე დაზიანება ამ ბომბდამშენთაგან ერთ-ერთზე შეიძლება გამოიწვიოს მისი სრულად ჩამოწერა, რადგან რუსეთს არ აქვს საჭირო რესურსი მის შესაკეთებლად. ეს ნიშნავს, რომ ყოველი თუ-22, რომელიც ჩამოვარდება, არის ბომბდამშენი, რომელსაც რუსეთი ვეღარასდროს ჩაანაცვლებს. და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ბომბდამშენების ჩანაცვლების შეუძლებლობა, რომლებიც რუსეთს ეკარგება, მხოლოდ ერთ მოდელს არ ეხება. ეს სისტემური წარმოების ჩავარდმის პრობლემაა, რომელიც ვრცელდება მთელ რუსულ ავიაკოსმოსურ ინდუსტრიაზე, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო სფეროში. დავბრუნდეთ წარსულში, 2026 წლის იანვარში. იმ თვეში საინტერესო რამ მოხდა თუპოლევის საავიაციო კონსტრუქტორულ საწარმოო კომპანიაში, რომელიც პასუხისგებელია თუ-22-სა და რუსეთის სხვა რამდენიმე ბომბდამშენის წარმოებაზე. გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ ბობრიშევმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. გადამდგარიყო, ან უпроსტორად, მას გადადგომა აიძულეს და მის ადგილას დანიშნეს იური ამბროსიმოვი, რომელიც მანამდე ეკონომიკისა და ფინანსების დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. ხელმძღვანელობის ცვლილება განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო, იმიტომ რომ ის მალევე მოხდა 2024 წლის წინაწმენდების ტალღას და ნიშნავს, რომ კომპანია, რომელიც აწარმოებს და არემონტებს თუ-22M, 3-ის, თუ-60-ისა და თუ-85M's, ახლა ახალი ხელმძღვანელობის ქვეშაა. რატომ უნდა გაინტერესებდეთ ეს? თუ რამე იცით რუსეთზე, იცით, რომ ბიზნესის ხელმძღვანელობაში ცვლილებები იშვიათად ხდება. თუ კულისებში ისეთი კატასტროფული რამ არ ხდება, რასაც ვეღარ დაფარავენ ქრთამებითა და უკანონო გარიგებებით. და სწორედ ეს ხდება ტუპოლევში. ბობრიშევი წავიდა მას შემდეგ, რაც მის კომპანიას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სასამართლოში უჩივლა, თითქმის ყველა სარჩელი კი ტუპოლევის მიერ კონტრაქტების შეუსრულებლობის გამო იყო შეტანილი. სასამართლო სარჩელები შეიტანეს და კომპანია მილიონები გადაიხადა, მაგრამ ეს რეალობას ვერ შეცვლიდა. წარმოების გეგმები ვერ სრულდებოდა, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ავიაციის მიმართულებებში.
Defense Express-მა საინტერესო მონაცემები გამოაქვეყნა. მათ არნიშნეს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თუპოლევიდან საერთო ჯამში თითქმის 53.5 მილიონი დოლარი მიიღო. ეს რიცხვი საინტერესოა, რადგან ის დაახლოებით Tu-85 MS-ის ბომბდამშენის მოდერნიზაციის ღირებულებას უტოლდება და დაახლოებით მეოთხედია იმ თანხისა, რაც რუსეთმა Tu-160 MS ასაშენებლად დახარჯა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს დიდი თანხა არ არის. და თუ ეს არის ყველაფერი, რასაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოითხოვა, ეს ბევრს ამბობს რუსული ბომბდამშენების წარმოების მდგომარეობაზე. კომპანია, რომელიც რუსეთის მოძველებული ავიაპარკის განახლებაზეა პასუხისმგებელი, ვერც კი მოახერხა 1 Tu-85 MS-ის გამოშვება. ამის გარდა კომპანიას ასევე უნდა ეწარმოებინა 4 Tu-160 MS სამინისტროსთვის, რომლებიც ყველა 2022-23 წლებში უნდა აეშენებინათ და 2025 წელს მიეწოდებინათ. მაგრამ მხოლოდ 2 მიეწოდა რუსეთის სამხედროებს და ორივე 2026 წელს ჩავიდა, რაც 1 წლით აჭარბებს თავდაპირველ ვადას. დაგვიანებული მიწოდება ერთი საკითხია, მაგრამ როცა აგვიანებდა მხოლოდ ნახევარმნიშვნელოვან შეკვეთას ასრულებ, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის წამყვან ბომბდამშენების მწარმოებელში რაღაც სერიოზულად არასწორად მიდის. და შეგვიძლია რამდენიმე Tu-22 MS-ის პრობლემას დავამატოთ ამ ყველაფერს. Tupolev ზედამხედველობს ამ მოძველებული საბჭოთა ბომბდამშენის მოდერნიზაციის პროგრამას. როცა ეს პროგრამა დაიწყო, Tupolev-მა განაცხადა, რომ რუსული სამხედროებისთვის 30-მდე ბომბდამშენს გაახლებდა. რამდენის მოდერნიზება მოახერხა? 2-ის. ერთი 2018 წელს და მეორე 2023 წელს. რა თქმა უნდა, 30 საკმაოდ ამბიციური მიზანია, განსაკუთრებით ახლა, როცა რუსეთს მხოლოდ 9 Tu-22 დარჩა. მაგრამ მხოლოდ 2 მოდერნიზებული ბომბდამშენის მიწოდება 5 წელიწადში სასაცილოდ ნელი ტემპია. ამ ტემპით მთელი პარტიის დასრულებას 65 წელი დასჭირდებოდა. იმ დროისთვის, თუნდაც მოდერნიზებული Tu-22 იმდენად ჩამორჩებოდა თანამედროვე სამხედრო თვითმფრინავებს, რომ ბომბდამშენი აზრს დაკარგავდა. ხელმძღვანელობის ცვლილება თითქოს ყველა ამ პრობლემას მოაგვარებს. მაგრამ რეალობა ისაა, რომ ამ პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია. Tupolev ვადებს არ აცდენდა და ნაკლებს არ აწვდიდა, იმებ არ აწვდიდა, იმიტომ რომ მისი თანამშრომლები ზარმაცები იყვნენ. ან კომპანია ისეთ ცუდად იმართებოდა, რომ ელემენტარული კონტრაქტების შესრულებაც არ შეეძლო. რაც მთელი ეს Tupolev-ის საგა გვაჩვენებს, არის ის, რომ კომპანია უბრალოდ უუნაროა შეასრულოს შეკვეთები, რადგან არ აქვს ის, რაც ამისთვის ჭირდება. ეს იგივე პრობლემა არის, ის გამოცხოველი Tu-22, რომელსაც რუსეთი კარგავს, შეუცვლელია. რუსეთს უბრალოდ მეტი აშენება არ შეუძლია. და ეს პრობლემა არ აპირებს გაუმჯობესებას. არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატო არის რუსეთის ავიაკოსმოსური ინდუსტრია ასეთ მდგომარეობაში. ჩვენ უკვე შევეხეთ საბჭოთა ეპოქის თვითმფრინავებს და მალე უფრო დეტალურად განვიხილავთ, რატომ წარმოადგენს ეს ასესე დიდ პრობლემას. მაგრამ გასათვალისწინებელია ხარჯების ფაქტორიც. 1 Tu-95 MS-ის მოდერნიზაცია რუსეთს 45 მილიონ დოლარზე მეტი უჯდება, როგორც პრავდამ 2025 წლის მაისში გაავრცელა. 1 Tu-160, რომელიც ყველაზე ახლოს დგას რუსული ბომბდამშენებიდან, ამერიკულ B-52 Stratofortress-თან დაახლოებით 500 მილიონი დოლარი ჯდება, რაც დაახლოებით 5-ჯერ მეტია ვიდრე B-52-ის ღირებულება. ეს საკმაოდ მაღალი ფასებია მაშინ, როცა რუსეთი ომს აწარმოებს, რომელმაც უკვე 100 მილიარდი დოლარი დაუჯდა. და როცა ამ ბომბდამშენებს თან ახლავს ის პირობა, რომ მათი ჩანაცვლება შეუძლებელია და ხშირად ვერც კი შეაკეთებენ. თუ სადმე გაიჭედება ან ტექნიკური პრობლემა შეექმნება, ბუნებრივია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყოყმანობს ბომბდამშენების ფლოტზე ხარჯვისას, რომელიც სასწრაფოდ საჭიროებს განახლებას. მაგრამ ეს ყველაფერი ისევ გვაბრუნებს იმ უფრო დიდ პრობლემებთან, რომელთა წინაშეც რუსეთი ახლა თავისი ბომბდამშენებით დგას. ძველი ავიაკორპუსები და უუნარობა მოიპოვოს ის, რაც ჭირდება აშენებისთვის ან შეკეთებისთვის. მაგრამ სანამ ამ ორ საკითხს უფრო დეტალურად განვიხილავთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ The Military Shows. თუ მოგწონთ ჩვენი არხის კონტენტი, აუცილებლად გამოიწერეთ დღესვე. ასე რომ, საბჭოთა ავიაკორპუსის პრობლემა. ეს რუსეთის ბომბდამშენების ფლოტისთვის სერიოზული საფრთხეა. ვიდეოს შესავალში ტანკები ვახსენეთ და ბევრია ნათქვამი იმაზე, რომ რუსეთი არა მხოლოდ საბჭოთა პერიოდის ჯავშან ტექნიკაზეა დამოკიდებული უკრაინაში სახმელეთო ოპერაციებისთვის, არამედ სწრაფად ეწურება საბჭოთა პერიოდის მარაგებიც. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც რუსეთი ამ მიმართულებით აწყვდება, ისაა, რომ მას უწევს რამდენიმე ძველი ტანკის დაშლა მხოლოდ იმისთვის, რომ ერთი მათგანი ისევ გამართოს და გამოირენოს. ევრომაიდენ პრესმა აპრილში ამ საკითხზე გაავრცელა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ რუსეთს ეწურებოდა T-72B ტიპის ტანკები, რომელთა აღდგენა შეიძლებოდა, რის გამოც იძულებული გახდა უფრო ძველი T-72A-ები და E-12A-ები დაეშალა და რომ ბრძოლის ველზე მაინც გაეყვანა რაღაც ტექნიკა. იმ დროს რუსეთს ჰყავდა დაახლოებით 800-დან 900-მდე T-72A ტიპის ტანკი, თუმცა მხოლოდ დაახლოებით 500 მათგანი შეიძლებოდა აღდგენისთვის გამოდგებოდა. დანარჩენი ტანკები ნაწილებად უნდა დაეშალათ, რათა მათი ნაწილები აღდგენაში გამოეყენებინათ და რუსეთი სავარაუდოდ მაინც შორს იქნებოდა იმისგან, რომ ყველა 500 შესაძლო აღდგენილი ტანკი სრულად გაემართა. ეხლა წარმოიდგინე ეს პრობლემა და გადაიტანე ბომბდამშენების ფლოტზე, სადაც ასეულების ნაცვლად მხოლოდ რამდენიმე ათეული თვითმფრინავია ხელმისაწვდომი. კანიბალიზაცია მაინც საჭიროა, მაგრამ რუსეთს საჭირო ნაწილები ბევრად უფრო სწრაფად ეწურება და როგორც ტანკების შემთხვევაში არ აქვს შესაბამისი საწარმოო შესაძლებლობები, რომ მეტი ააწყოს.
ეს ბომბდამშენები ძირითადად საბჭოთა ეპოქისაა და რუსეთმა დიდი ხნის წინ დახურა მრავალი ქარხანა, სადაც ამ თვითმფრინავების ასაწყობად საჭირო ნაწილებს აწარმოებდნენ 10 წლეულების წინ. National Security Journal ასევე ამახვილებს ყურადღებას ამ საკითხზე და აღნიშნავს, რომ პუტინის უკრაინაში შეჭრის დროს რუსეთს ყავდა დაახლოებით 120 ბომბდამშენი თავისი Tu-22, Tu-85 და Tu-160 ტიპის ბომბდამშენების მარაგში. უკვე მაშინაც კი ავიაპარკის დაახლოებით მესამედი შეკეთებას ან მოდერნიზაციას გადიოდა და მცხოვრიდან იყო გამოსული. მიუხედავად ამისა, მიიჩნეოდა, რომ ეს ბომბდამშენების ფლოტი საკმარისად დიდი იყო უკრაინასთან გასამკლავებლად. ესე არ აღმოჩნდა და ეს არის პრობლემა, რადგან ამ სამი ბომბდამშენიდან ერთადერთი, რომელიც ჯერ კიდევ წარმოებაშია, არის Tu-160. და როგორც ვნახეთ, თუ-პოლევის პრობლემებიდან ეს თვითმფრინავები აშენდება ძალიან ნელა და ვერ ანაზღაურებს იმ ბომბდამშენების დანაკარგებს, რასაც რუსეთი განიცდის. მას შემდეგ, რაც Tu-160-ის წარმოება 2019 წელს განახლდა, მხოლოდ 6 თვითმფრინავი მიეწოდა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს. რუსეთმა ორჯერ მეტი ბომბდამშენი დაკარგა, მხოლოდ ოპერაცია ობობას ქსელის შედეგად და კიდევ ბევრად მეტი სხვა შემთხვევებშიც. რაც შეეხება დანარჩენოს, საბჭოთა ეპოქის Tu-22-ებისა და Tu-85-ების წარმოება 1993 წელს დასრულდა, როდესაც რუსეთის ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ სჯობდა ეს ფული დაეზოგა, ვიდრე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მეტი ბომბდამშენის წარმოებაში ჩაედო. 2026 წელს რუსეთს სასწრაფოდ სჭირდება ამ ქარხნების ართგენა და ამუშავება, მაგრამ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია. ამ ძველი ბომბდამშენების წარმოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი 90-იან წლებში დაშალეს, ხოლო მათი აშენებისთვის საჭირო ცოდნის უმეტესობა, ან მათთან ერთად წავიდა საფლავში, ვინც ფლობდა მას, ან სხვა მიზეზების გამო მიუწვდომელია. ეს არის მიზეზები, რის გამოც რუსეთმა დაკარგული თითოეული ბომბდამშენი შეუცვლელია. და რომ კიდევ უფრო მეტად დაანძიმოს მდგომარეობა, ეს პრობლემა მთელ რუსეთის სამხედრო ძალებში გვხდება. საბჭოთა ეპოქის სისტემები, რომლებზეც ვლადიმირ პუტინი ასეთ ძლიერი ოდამოკიდებული უკრაინის წინააღმდეგ ომში ერთჯერადია. გეოპოლიტიკური მონიტორი ამბობს, რომ საჰაერო სივრცეში Su-25-ის ტიპის ახლო მხარდაჭერის თვითმფრინავები აღარ იწარმოება, რაც ნიშნავს, რომ ამ თვითმფრინავის კონსტრუქციას იგივე პრობლემები აქვს, როგორც რუსეთის ბომბდამშენების ფლოტს. T-80-ის ტანკების ოჯახიც ვერ იცვლება, რაც ნიშნავს, რომ ყოველი ახალი T-80, რომელსაც ბრძოლის ველზე ვხედავთ, სინამდვილეში უბრალოდ კიდევ ერთი აღდგენილი ტანკია, რომელიც რუსეთმა სხვა T-80-ებიდან ნაწილების აღებით შექმნა. რუსეთის A-50 საჰაერო ადრეული გაფრთხილებისა და მართვის თვითმფრინავიც იგივე მდგომარეობაშია. მოკლედ რომ თქვათ, თუ ის საბჭოთა ეპოქაში იყო შექმნილი, რუსეთს აღარ აქვს არც ინსტრუმენტები და არც ცოდნა, რომ ის ჩაანაცვლოს. აი რა ხდება მაშინ, როდესაც სამხედრო ძალა ვერ ახერხებს საჭირო დონეზე მოდერნიზაციას და ამ წარუმატებლობას აერთიანებს იმ ძველი სისტემების ტექნიკურ მომსახურებაში ინვესტირებაზე უარით, რომლებზეც არის დამოკიდებული. ბოლოს და ბოლოს მარაგები იწყებს ამოწურვას. დაუბრუნდეთ რუსეთის ბომბდამშენებს. აი რატომ არის მნიშვნელოვანი ის, რომ ამდენი თვითმფრინავი შეუცვლელია. ომის დიდი ნაწილის განმავლობაში რუსეთი თავის ბომბდამშენებს ისე არ იყენებდა, როგორც თქვენი ფიქრებდით. მან მალე ისწავლა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე თვითმფრინავების გადაფრენა უეჯველი კატასტროფაა. 2022 წლის მაისისთვის უკრაინამ გაანადგურა რუსეთის A-99 თვითმფრინავი. იმ დროს იტყობინებოდა UKR Informi და პუტინის პასუხი ამაზე იყო გამანადგურებლებისა და ბომბდამშენების უკრაინის საჰაერო თავდაცვის ზონიდან გაყვანა. მას შემდეგ სტრატეგია მარტივი იყო. გააგზავნე ბომბდამშენები და გამანადგურებლები ჰაერში, გააშვებინე მათ ფრთოსანი რაკეტები და პლანირებადი ბომბები. შემდეგ კი დააბრუნე დააბრუნე უკან ისე, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა არ დასჭირდეთ. ეს სტრატეგია, რომელსაც რუსეთი წლებია ეფრთხნობა და 2026 წელს მის გაძლიერებას ცდილობს. 1 ივნის France 24-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა მაისში უკრაინის მიმართულებით 211 რაკეტა გაუშვა, რაც ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელია. Euromaidan Press-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთი ყოველდღიურად უკრაინის მიმართულებით 180-დან 250-მდე პლანირებად ბომბს უშვებს, რაც დღეში 200 საბრძოლო გაფრენას მოითხოვს, რაც თავის მხრივ უზარმაზარ დატვირთვას აყენებს პილოტებსა და მათ თვითმფრინავებს. ეხლა წარმოიდგინეთ ეს საჰაერო თავდასხმების სიხშირე რუსეთის ბომბდამშენების პრობლემასთან შედარებით. რუსეთის ბომბდამშენები გამოიყენება ფრთოსანი რაკეტებისა და მართვადი ბომბების გასაშვებად. ყოველ ჯერზე, როცა რომელიმე ამ ბომბდამშენს ან უკრაინული შეტევა ანადგურებს ბაზაზე, ან უბრალოდ ტექნიკური პრობლემები წარმოიქმნება ზედმეტად ბევრი გაფრენის გამო, ეს ნიშნავს, რომ ერთი შეტევითი საფრთხე სამუდამოდ გამორთულია. მელა, მაგრამ აუცილებლად რუსეთს უმთავრდება მისი შეუცვლელი Tu-22-ები და Tu-85-ები და Tu-160-ისაც იმ სიჩქარით ვერ აშენებს, რომ ამ ზეწოლას გაუძლოს. როცა ბომბდამშენები გამოილევა, შეტევებიც შეწყდება. ასევე არსებობს ბირთვული საკითხიც, რომელიც გასათვალისწინებელია. როდესაც უკრაინამ ოპერაცია ობობის ქსელის დროს რუსეთს ამდენი ბომბდამშენი გაუნადგურა, ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც შემდეგ საუბრობდნენ, იყო ის, თუ რა გავლენა იქონია ამ დარტყმამ რუსეთის ბირთვულ საფრთხეზე. Tu-22-ის ბირთვული იარაღის გადადანა შეუძლია, ისევე როგორც Tu-85-ის და 160-ის. თუ ეს თვითმფრინავები ან შეუცვლელია, ან ისეთი ნელი ტემპით იწარმოება, რომ თითქმის მნიშვნელობას კარგავს, საჰაერო ბირთვული საფრთხე სწრაფად მცირდება. და როგორც კი თითოეული Tu-22 განადგურდება, მასთან ერთად ქრება მისი ბირთვული იარაღის გაშვების უნარიც, რომელიც აღარასდროს აღდგება.
იმის გათვალისწინებით, თუ როგორ უყვარს რუსეთს ბირთვული ძალის დემონსტრირება დაშინების ტაქტიკისთვის, მისი ბირთვული ტრიადის დიდი ნაწილის რეალურ დროში დაშლა არის სიტუაცია, რომელიც არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ გლობალურ არენაზეც ამცირებს რუსეთის ძალას. რუსეთის ბირთვული მუქარა თვეთვე სუსტდება, მაგრამ პუტინისთვის მთავარი პრობლემა ისაა, რომ აღდგენის გზა არ არსებობს, სანამ უკრაინის ომი გრძელდება. უკვე ვისაუბრეთ საბჭოთა თვითმფრინავების კონსტრუქციის პრობლემაზე და იმ უამრავ სირთულეზე, რაც რუსეთს აქვს ძველ ბომბდამშვენებზე დამოკიდებულების გამო, რომლებიც ვეღარ შეკეთდება ან ჩანაცვლდება. მაგრამ უფრო ფართო პრობლემა ისაა, რომ რუსული ავიამშენებლობა მთლიანად კრიზისშია. ეს ჩანს ტუაც 60-ის ვადაგადაცილებებსა და უკიდურესად ნელ წარმოების ტემპში. თუმცა, თუ შევხედავთ რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სექტორს, იქაც პრობლემებია. 2025 წლის აგვისტოს ანგარიში როიტერსმა გამოავლინა, რომ რუსეთს სულ უფრო ხშირად უწევს გრძელი და ძვირადღირებული არაპირდაპირი იმპორტის მარშრუტების გამოყენება, რათა მოიპოვოს კომპონენტები, რომლებიც საჭიროა მისი 700 თვითმფრინავის ფლოტის ექსპლუატაციაში შესანარჩუნებლად. მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ თვითმფრინავების უმეტესობა ბოინგისა და ერბასის წარმოებულია, რომელთაგან არც ერთი არ არის რუსული კომპანია. სანქციები ძლიერად აზიანებს რუსეთის ავიაკოსმოსურ ინდუსტრიას. იანვარში Moscow Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ერთ-ერთი გამოსავალი ამ ვითარებით გამოწვეული გარდაუვალი დეფიციტის დასაძლევად იქნება ის, რომ 2026 და 2027 წლებში რუსულ ავიაკომპანიებს გადაეცემათ საბჭოთა ეპოქის კონსერვირებული თვითმფრინავები. ეს გამოსავალი არ არის. ეს არის იმ პრობლემის გაგრძელება, რომელსაც ვხედავთ რუსეთის ბომბდამშენების ფლოტში. თუ სამხედრო ავიაციაზე დაბრუნდებით, რუსეთის თანამედროვე თვითმფრინავებიც კი ვერ გაურბიან სანქციების პრობლემებს. როგორც SU-34-ში, ასევე SU-35S-ში დაახლოებით 80% იმ კრიტიკული ელექტრონული კომპონენტებისა, რომლებიც ამ თვითმფრინავების გამოსაყენებლად არის საჭირო, დასავლეთშია წარმოებული. რუსეთს არ უთქვამს, რამდენი დასავლური ნაწილი გამოიყენება თუ 160-ის დასამზადებლად, მაგრამ ვარაუდობთ, რომ მაინც არის გარკვეული რაოდენობა, რადგან რუსეთის თანამედროვე გამანადგურებლებს ეს ნაწილები ძალიან სჭირდებათ. სანქციები ისეთივე მტკივნეულია ამ თანამედროვე სამხედრო თვითმფრინავებისთვის, როგორც სამოქალაქო სექტორში, რაც აიძულებს რუსეთს უფრო მეტად დაეკრდნოს საბჭოთა ეპოქის ბომბდამშენებსა და სხვა თვითმფრინავებს, რომლებიც იცის, რომ შეუცვლელია. ეს ეპიკური მასშტაბის გამოუვალი დილემაა და შესაძლოა საბოლოოდ რუსეთის საჰაერო ძალების განადგურებით დასრულდეს. საბოლოო ჯამში ყველაფერი იმაზე დადის, რომ რუსეთს აღარ შეუძლია თვითმფრინავების წარმოება, იქნება ეს თანამედროვე გამანადგურებლები თუ საბჭოთა ეპოქის ბომბდამშენები. რაც უფრო მეტად ეყრდნობა რუსეთი მოძველებულ თვითმფრინავებს, მით უფრო იზრდება მათი მწყობრიდან გამოსვლის და ჩანაცვლების გარეშე დარჩენის შანსი, რაც უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო იერიშების შემცირებას გამოიწვევს. მაგრამ თუ რუსეთი ბომბდამშენების გამოყენებას შეწყვეტს, შედეგი იგივე იქნება. ეს უკრაინის გამარჯვებაა და რუსეთისთვის არანაირი მოგება არ არის. და სანამ ომი არ დასრულდება და სანქციები არ მოიხსნება, რუსეთის ავიამშენებლობისთვის გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს. რუსეთის ბომბდამშენების მარაგი ინგრევა. მას დარჩა მხოლოდ რამდენიმე ათეული იმ ფლოტიდან, რომელიც ოდესღაც 100-ზე მეტ ცითვრიდა. და პუტინისთვის ეს კიდევ ერთი მარცხია, რადგან ვერ შეძლო იმის წინასწარ განსაზღვრა, რაც რუსეთს სჭირდება იმისთვის, რომ იყოს ის სამხედრო ძალა, რასაც ის ამტკიცებს. ეს აღარ არის ცივი ომის ეპოქა, მაგრამ რუსეთი მაინც ისე იბრძვის, თითქოს ისე ვის დრო იყოს და მის ბომბდამშენებს ამისთვის ფასის გადახდა უწევთ. ამასობაში უკრაინა იყენებს თანამედროვე და ასიმეტრიულ მიდგომას, რათა ციდან დაარკლას რუსეთს. სანამ რუსეთი ცდილობს თავისი ბომბდამშენების პრობლემის გადაჭრას, ახალი და უფრო ძლიერი ურონებითრაინული დრონები ქაოსს ქმნიან რუსეთის ლოგისტიკაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მხოლოდ ერთ ძლიერი ერიში უკრაინამ გაანადგურა 50 რუსული მანქანა მნიშვნელოვან ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმს უკავშირდება. გაიგეთ მეტი ამ დათქმის შესახებ და რას ნიშნავს ეს უკრაინის ყირიმის სტრატეგიისთვის ჩვენს ვიდეოში. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ მიიღოთ მეტი რეპორტაჟი იმის შესახებ, რაც რეალურად ხდება რუსეთის სამხედრო ძალების კულისებს მიღმა. მადლობა ყურებისთვის.